ჩამოვიდა როგორც იქნა ახალი ამანათები და დღეს მექნება განსხვავებული ვიდეო, 20 ამანათის ვიდეო. ამ დღეს გავხსნი 20 წალ ამანათს. აი ეს არის ნაწილი, მთლიანად ვერ დავატიე, ნელ-ნელა მოვიტან ხოლმე 10 წალი დოს ახლა აქ. ვიდეო შეიძლება იყოს ძალიან დიდი, ასე რომ Facebook-ზე და TikTok-ზე დაიდება ნაწილ-ნაწილ. ხოლო YouTube-ზე მთლიანი ფორმატით, კაი ფორმატით დაიდება ხოლმე 2-5 დღეში ერთხელ. დავიწყოთ პირველი ამანათით, აი ესეთი. აქ თუ ისე სუბუქი, ნახოთ აბა შეგით გაიდება. რაღაც ყუთი ჩანს და ცხენი ახატია. აჰა, რა შეიძლება იყოს ცხენი ახატია. აი ესეთი რაღაცაა და ცხენი ახატია, ცხენი და ძაღლი ახატია. ცხოველები ახატია. და თუ ავსდები ბურთია. მე მგონი გასაბერი ბურთია? ხო, ბურთია თან ძალიან დიდი, თავისი გასაბერი ტუმბოთი, აი ეს თავის გასაბერი ტუმბო და შიგნით დევს გასაბერი ბურთი. ძაღლებთან რა შუაში არ ვიცი. წინ ახატია, როგორი შეიძლება იყოს, რო იბერება. შეგახსენებთ, რომ ის ამანათები, რომელსაც არ ვიტოვებ და რომელიც არ მჭირდება არაფერში და ფიზიკურად ვერ გამოვიყენებ, გაიყიდება. ალბათ ვინც ძველები ხართ და ვინც მიყურებთ, კი იცით, მაგრამ ვინც ახლები ხართ, არის საიტი, შექმნილი სპეციალური საიტი, დაკარგული ამანათები.g. ეკრანზეც გამოჩნდება. გადახვალთ ამ საიტზე. ამ საიტზე არის ორი კატეგორია. კატეგორია ძველი ამანათებიდან, რომლებიც უკვე ამოვყიდე, თითქმის ყველა და ეხლა ფაზაკლებულ ნივთებში მიდევს და ფაზაკლებულ ნივთებში შეგიძლია გადახვიდეთ და ნახოთ და არის კატეგორია პროდუქტები. ამ პროდუქტებში უკვე ახალი ამანათებში შემოსული ნივთები იქნება. საიტზევე შეგიძლია შეკვეთის გაკეთება, მე ოპერატორს მიუვა თქვენი შეკვეთა და იკავშირდებათ და მიტანის დროს და ყველაფერზე შეთანხმდებით. შემდეგი ნივთი არის აი ეს. ეს მეგობარმა, რომელმაც გამომიგზავნა, თქვა რომ მე გახსენიო პირველი ესო მაინტერესებს რა არის აი ესეთ პატარა ამანათშიო. ანუ იქიდანვე პოლონეთიდან გამომიგზავნა და გამომიგზავნა ამის სურათი რომ აი რა არისო, ესაო ვერ შევამჩნიო, ფურცელი მეგონა ჩაოლებრივიო. ხო და ვალერ, აი ხსნი. შენ სახელზე ხსნი და ნახოთ ეხა აი ამ პაწუკ ამანათში რა შეიძლება იდოს. ესე რომ დაინტერესდი შენს და მე მეც დამაინტერესა იქიდან. ორი კვირა ამას ველოდებოდი ხალხო, ორი კვირა რომ ჩამოსულიყო. რომ მაინტერესებდა რა შეიძლება დებულიყო. აი ესე გამოიყურება ყუთია, გაუხსნელი ყუთია. თავისი რაღაცები ადევს და ერთი მხრიდან ვეცდები რომ უმტკივნევლად გავხსნა და ვნახოთ რა დევს. სავარაუდოდ სამკაული უნდა იყოს შიგნით, ესე მგონია. ხო, სამკაული დევს ვალერ, რო გაინტერესებდა. აი ესეთი ლამაზი კულონი დევს. აი ესე გამოიყურება, ძალიან მჭყვიარი და ძალიან ლამაზია. ასე რომ რო გაინტერესებდა, თურმე ყოფილა ძალიან ლამაზი სამკაული. და საკმაოდ ძიმია სხვათა შორის და ძალიან ლამაზი თვალი აქვს შიგნით, ძალიან. ესეც სავარაუდოდ არ ვიცი, წავა გასაყიდად საიტზე. გადავიდეთ შემდეგზე. დიდი და ხანგრძლივი ვიდეო იქნება. ხო, სანამ შემდეგ ამანას გავხსნი, შეგახსენებთ რომ ამ ვიდეოების მხარდამჭერი არის Georgian Time, ამანათების გადამზიდი კომპანია, რომელიც მეხმარება ამ ამანათების ჩამოტანაში პოლონეთიდან. არიან ძალიან სწრაფები, არც ერთი ამანათი არ დამზიანებია, ძალიან კარგი სერვისი აქვთ. მათი გვერდი დათაგული მექნება კომენტარებშიც და ვიდეოს აღწერაშიც. ჩვეულებრივი ყუთი ჩანს, ესეთ ყუთებში ზოგადად საინტერესო არაფერი არ დევს ხოლმე და ვნახოთ. რაღაც სახლის ნივთი ჩანს. ვა, დამტენის მოყვა. რაღაცა ხეა და დამტენის მოყვა. ეს უკვე საინტერესოა. რა შეიძლება იყოს. ეს ესე იხსნება ალბათ. მე მგონი თუ ავწდები, ეს არის საათის შესანახი. შენი საათი მაჩადო შეგნით, როგორც ხვდები. ძალიან კაი რაღაცა ჩანს. ვაღანათებს, სავარაუდოდ დასატენია. ესე გამოვაღებ. შიგნით არ ვიცი რანაირად, მაგრამ რაღაცნაირად. მოიცა. რო ვატრიალებ ანათებს. მაგრამ ალბათ სულ მუდმივად დენზე უნდა იყოს შეერთებული. აი ხა მე Powerbank-ს მოვიტან და Powerbank-ზე შევაერთებ უკან და სავარაუდოდ დაატრიალებს. ძალიან მაგარი რაღაცაა, აი ძალიან. ესეთი რაღაცები ისე მიყვარს, უბრალოდ მე არ მაქვს საათი ზოგადად რომ ესე სიამაყით ჩავდო ამაში. ნახოთ აბა Powerbank-ზე შევაერთებ ხა. აი ესე არის. ესე გამოიყურება, ეს სულ შეერთებული უნდა ქონდეს, ესე როგორც მივხვდი. ნუ ერთი სიტყვით ეს არის ძალიან კაი რაღაცაა. უბრალოდ კიდევ ვიმეორებ, მე ეგეთი კაი საათი არ მაქვს, რომ ამაში ჩავდო და ესე იტრიალოს და ვიამაყო მე მაგ საათით, ასე რომ ესეც დაიდება ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები.g. რა სიტყვით, მე მგონი ძალიან კაი რაღაცა იყო. უბრალოდ აი ესეთი რომ აი მე ვერ გამოვიყენებ რა. შემდეგი რაღაც ჭურჭლის ხმა ისმის. ნახოთ აბა. ჭურჭელი მიყვარს. აი მე ოჯახები ჭივით. აბა ვნახოთ. ეს რა კაი რამეა მოვიდა ხალხო. ეხა არ გავგიჟდე. როგორ მიყვარს ესეთი რაღაცეები. ეს კინო ვისაც ნანახი გაქვთ, ძალიან მაგარი კინოა. ეხა შეიძლება მზად გავხდე. აი ეს არის ხალხო. ეს მასკა, მაგრამ მასკა კი არა, მთლიანი სეტია. თავისი დანა მოყვება, ვითომ პლასმასის დანა, თავისი სხვანაირი სათვალეები. ეს ვითომ საწამლავი, სისხლია სხია ვითომ შიგნით, თავისი ხელთათმანები, თავისი კამარი, თავისი კინოდან გემახსოვრებათ ეს. აი ესე გავუკეთა ვიღაცა რა მიასკვილა მე და თავისი თოვლსბაბუი სანტა-კლაუს მოსასმელი და თავისი შარვალიც აქვს ქვემოთ. თუ ეს რა არის? რა შარვალს გავს. შორტი. რაც არის.
ტანსაცმელი არის XL, ანუ ზომა არის XL. ძალიან მაგარი რაღაცა ჰელოუინისთვის, რომელიც ოქტომბერში მოდის, როგორც ვიცი, თუ სექტემბერში არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში, იდეალური რაღაც იქნება, იდეალური. ძალიან მაგარი რამეა. ეს ვითომ სისხლი გოა ნახე რა მაგარია. ძალიან კაი რაღაცაა, ძალიან. ყველაზე ძალიან ეხა ეს გამიხარდა, არ ვიცი, ჰელოუინზე თუ წავედი ამ წელს, პოლონეთში რო ცხოვრობდი, არ მივდიოდი ხოლმე, მაგრამ საქართველოში როგორც ვიცი, უკეთესი რაღაცები კეთდება ამ ხრივ, შეიძლება მე დავიწოვო და ამ ზმანით გავიშითო სადმე. მოვიფიქრებთ ის სიტყვით, თუ საიძე შეხვალთ, ჩემ საიძე და იდება, ესე იგი ვყიდი. თუ არ იდება, ესე იგი ჰელოუინზე შეიძლება ამით ვნახოთ შემდეგ წელს კი არა და შემდეგ თვეებში. ხასიათზე მომიყვანა ეგრევე. შემდეგი ვნახოთ გადევს, ეს აშკარად გახსნილია და შემდეგ დასკოჩილი არის, ალბათ ვიღაცას არ მოეწონა და დააბრუნა უკან. აბა, ვნახოთ რა შეიძლება იყოს. ყუთი დაზიანებულია, რო იცოდეთ თქვენც. ვაუ! აი ამას როგორ ვერ ვიტანეთ, იცოდეთ. აი ესეთი ნათურები, დახვეული, აი ესეთი რაღაცაა, მოდი ერთი სიტყვით ბაღებ გავხსნათ ხოლმე ყველა დამატებითი ნათურების, აი ეს ნათურები თან ძღვება. ესე ძღვება. წიაზე შენიშნა მომეცით, იყიდეო, რა ვერ იყიდეო, აი ვიყიდე. მაგრამ სამწუხაროდ არ შედის. ძლივ-ძლივობით შევიყვანე. და ეხა ვნახოთ აბა თუ ჩაივთვება. ვაიმე, რა კაია, მაგრამ ნახევარი ანათებს, ნახევარი არა. ალბათ რაც შევაერთე, ის ანათებს და რაც არ შევაერთე, ის არა. თან რა ლამაზია, ნახეთ ხალხო. გავბდღვიალდით. ნახე, ერთმანეთში რო ვაერთებ მე უფრო ანათებს, სხვებიც ანათებს, მაგრამ ერთიც არის ნათურა, მეგონი დამწვარია. აი, ერთიც არის ნათურა, დამწვარია, იმიტომ რომ არ ანათებს, არ ვიცი რატო. გადაიწვა? ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, თურმე ყოფილა 120 ვატზე, ამერიკული შტეკერები აქვს. ეს ამერიკული შტეკერები აქვს, თურმე ყოფილა 120 ვატზე და ჩვენ შევაერთეთ 240-ზე, ანუ 240-ია ზოგადად საქართველოში 240 მოდის და გადაიწვა. ძალიან კაი პროდუქტი ჩანდა, მაგრამ ნუ ჩვენ დენზე არაა გაცვლილი. ეგ გამოვიდა და ძალიან დამწყდა გული, ძალიან კაი რაღაც ჩანდა. ნუ ერთ სიტყვით ეს ნაგავია, ამას გადავაგდებ, არ ვიცი. ჩვენი ჯერიც წაუღია, რა ვქნა ეხლა. კაი, გავხსნათ შემდეგი, ძალიან მეწყინა, ძალიან ლამაზი იყო ისე რა. გავხსნათ შემდეგი ამანათი, იქნება და აქ ისეთი კაი ამი ამოვიდეს, რომ გადაწონოს. ეს ძალიან კაი ამეა. ძალიან მაგარი ამი ამოვიდა და ესეც 120 ვატზე თუა, შეიძლება გავაფრინო, გავგიჟდე შეიძლება. აი ესეთი რაღაცა არის, გამადიდებელი ლუპა. ეგრეთ წოდებული გამადიდებელი შუშა, რომელსაც გარშემო აქვს აი ესეთი რაღაცა, რაც აქ მიდგას, შეიძლება TikTok-ის ვიდეოში არ ჩანდეს. განათება აქვს თან და ისეთი ხალხისთვისაა, რომლებიც ტელეფონებზე მის მუშაობენ წვრილ რაღაცებს რო დაინახონ. ახლა ამას გავხსნი და განახებთ. იმედია, სადმე ამასაც 120 ვატი არ წერია და არ გადაუწვავ. ყველა ვარიანტში ვნახავ, რომ არ გადაიწვას. ესეთი მექანიზმია, ესეთი გამადიდებელი შუშა, რომელიც მას თვალები ამატკია. მე გამხელა ზიადიდებს, ბიჭო. ძალიან დიდ ზიადიდებს, ძალიან კაი რაღაცაა. რაღაც ფუნქციები აქვს. Powerbank-ზე შევაერთებ მაშინ ამას ეხა და Powerbank-ზე განახებთ. იმედია Powerbank-ი წაიღებს ეხა. ისეთი პატარა შუქი უნდა ქონდეს ესეთ. ძალიან კაი რაღაცაა, რა ფუნქციები აქვს? ფერი შეცვლა. სხვადასხვა ფერი. გამხელა ზიადიდებს, ეს რა კაი რაღაცაა. დაკლება შუქის, ამატება შუქის. ძალიან მაგარი რაღაცაა. ნუ თავის სადგამის მოყვება, ეს მთლიანად სადგამია. აი ეს ნახეთ. ამას აღარ გამოვიღეთ. ერთი სიტყვით ძალიან კაი რაღაცა არის. ეს სავარაუდოდ დაიდება გასაყიდად, ეგ მგონია, დაკარგული ამანათები წერტილი G. ის ნივთები, რომელსაც არ ვიტოვებ, ამ საიტზე იდება ხოლმე გასაყიდად, რო იცოდეთ. ეს პროფესია აქვს, მის ტელეფონებს აკეთებს, წვრილ რაღაცებზე მუშაობს, ძალიან გამოადგება, ძალიან მაგარი რაღაცაა. ასე რომ ეს ყველა ვარიანტში დაიდება ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი G. და არ შეგეშალოთ ხოლმე იქ ხალხო, წინა ამანათებიდან ამოსული ნივთები ფასდაკლებაში მაქვს და ფასდაკლებულ ნივთებად იყიდება. შემდეგი ნივთი, მე რამდენია არ ვიცი, აქ 10 წალი მედოს, რამდენი გაგვხსენი უკვე? უკვე 7 გამიხსნია, ეს მერვეა, თუ მე 7-ია. ნახოთ რა არის. ესეც ჩვეულებრივ ყუთში და ძალიან მსუბუქია. აი, Amazon-ის ლოგო აქვს. ეს არის სრულად გაუხსნელი, ვაფშე არ უნდა შეხებია ამას. ესეთ ამანათებს ვცნობ. ანუ არც კი უნახავთ ისე გაყიდეს რა არის შეგნით სავარაუდოდ, იმიტომ რომ იმ მდგომარეობაშია, როგორიც Amazon-ი ფუთავს ხოლმე. და ვნახოთ, იმედია კაი რაღაცა იქნება. ეს ერთი რაღაც და ეს რა. გამტვრიანია ეს, რამდენი ხანი ედოთ. რავი, საკარაქე? ხელა კარაქი რა ვიცი. სანამცხვე. ძალიან გასაწმენდია და ალბათ ამას გავღეცხავ, ძალიან ჭუჭყიანია შიგნიდან, ანუ დებისგან, შიგნითაც კი შევიდა მტვერიაზე, ხა? ამას სავარაუდოდ სალობაში არ გავყიდი, ამას რაღაცასთან ერთად გავყიდი. ღირდეს ამის მიტანა სადმე. ესეც საიტზე დაიდება რაღაცასთან ერთად. ცალკე არ მგონია. შემდეგი ამანათი, ნახოთ რა არის.
ო, რაღაც მასიური ჩანს და ყუთი ჩანს. ო, რაღაცა ყუთია, ესეთი ყუთები მომწონს. Electric lunchbox, ელექტრონული lunchbox-ი. ელექტრონული lunchbox-ი გასნიშნავს, lunchbox-ი ვიცი გასნიშნავს. და მთელმა საქართველოს მიცის ალბათ იმ ვიდეოს მერე. რანაირად შეფუთული, რა უბედურება. აჰა. ელექტრონული lunchbox ვნახავთ ეხლა, აი ესეთია, ესე გამოიყურება. გავხსნათ შიგნით და რატო ელექტრონული გავიგოთ? აი ესეთი რაღაცა. ო, თავის დამტენი მოყვება, კაბელები მოყვება, რაღაცები მოყვება, რა თქმა უნდა ინსტრუქციას მოყვება. შიგნითაც ისა აქვს, ფოლგა აქვს, სითბო შეინარჩუნოს და თვითონ ყუთი არის აი ესეთი. ესე იხსნება და ვნახოთ, ბევრი მხრიდან იხსნება ბოდიში და ესე ამოდის. ხო, აი ესეთი რაღაცა არის. შიგნით კოზები მოყვება აქეთკენ, აქეთ ამხარეს. შიგნით დევს ესეთი რაღაცეები და არის აი ესეთი. ეს ამოდის, ნახეთ. ძალიან კაი რაღაცა არის, რაღაცაც ხელი რო წაიღოთ, მაგრამ ძალიან ცოტა. აი ნახეთ რა პატარაა. ძალიან ცოტა, რავი, პატარა ნაყინს ჩადებთ შიგნით რაღაც რამოდენიმე ხაჭაპურს. ნუ ერთკაციანია სავარაუდოდ. გამოგადგებათ, ამას სავარაუდოდ არ ვიცი, მე დავიტოვებ თუ არა, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ ეს დაიდება გასაყიდად, არ ვიცი. ხო, თან მინდა აღვნიშნო, რომ მოყვება დამტენი ისეთი, რომელიც მანქანაზეც ერთდება. და ისეთი, რომელიც ჩოლების შტებსერზეც ერთდება. აქ წერია, რომ ცხელი შეგიძლია შეინახოთ, რამდენ კილოვატზე მუშაობს და ასე შემდეგ. ოღონდ ის არ ვიცი, არ წერია, ცივი ასეთ არ წერია. სავარაუდოდ სიცხეს ინახავს. ნუ მაგას მე კიდე ნახავ კიდევაც, საიტზე რო დაიდება ერთი თვით გასაყიდად, იმ საიტზე შეგიძლიათ მე შეამოწმოთ, იქ დეტალური აღწერა წერია ხოლმე რა, მე უკვე ვნახულობ ხოლმე ინტერნეტში ვეძებ და ასე შემდეგ. აქ პატარა თავისი ჯიბეც აქვს, ნახეთ, 304 ფოლადი ესე აწერია, 304 რაღაცა ალბათ შენაძნობი არის. ალბათ და რაღაც კაია. ძალიან კაი რაღაცა, ეს დაიდება აუცილებლად საიტზე გასაყიდად, აუცილებლად. დაკარგული ამანათები წერტილი G, შეამოწმეთ აუცილებლად. შემდეგი მეგობრებო, ეს მაგიდაზე გაზევს, როგორ ჯერ კიდევ სადახართ. ეს ისე იყო შეფუთული, რაღაც გასატეხია შეგნის სავარაუდოდ. ეს თუ VR box-ია, ეხლა შეიძლება გამოვშტერდე, თუ არა. რაღაც თვალებზე გასაკეთებელს გავს. ამოვიდა მასაჟორი, თვალების მასაჟორია, როგორც მივხვდი და კისრის, თუ ავწდები. აწერია კიდევაც Z, მაგრამ მე ამდენ კითხვას რო მოგასწინოთ, პირდაპირ ამოვიღებ. ამ ხელა წიგნი მოყვება, შეხედეთ ხალხო. შეულებრივი წიგნი არის. და ესე გამოიყურება შიგნიდან. ნახეთ რა მაგარი რაღაცა არის. თვალების მასაჟორია, თავის დამტენით გაუხსნელია და პირველად უნდა გავხსნა ახლა მე. ძალიან მაგარი რაღაცაა, ხალხო. ეთყობა, რომ ძალიან ხარისხიანი რამე უნდა იყოს. ჩავთოთ აბა ეხლა ნახოთ. ხო დახუჭოთ თვალებიო. თავისი ხმაც აქვს. ტალღების ხმა. ტემპერატურაც აქვს. ტემპერატურა ათბობს კიდევაც თვალებს, ეხლა ტემპერატურა გაუთიშე. აქ რაღაცა ფუნქციები აქვს. strong-io. ძალიან კაი რაღაცაა და გამასაჟებს. ეს მოძრაობს, რაღაცებს აკეთებს შიგნიდან. ანუ ძალიან კაი რაღაცაა და გახუხდა ეხლა თბილია. წუთებზე შეგიძლია აქედან დააყენო. კაი გავთიშოთ. ძალიან კაი რაღაცა. ამაზე ძალიან კარგად უნდა დავფიქრდე, გავყიდი თუ დავიტოვებ, იმიტომ რომ ეხლა ხანს Amazon-ზე შეამოწმა ჩემმა მეუღლემ და $72 ღირსო ეს რაღაცა. ანუ საკმაოდ ზოგად ღირებულიც არის და ახან ზოგად ღირებულია, მგონია რომ კარგიც იქნება. მინიმუმ $72 ღირს, ხო? $72 ქართულ ფულზე 200 ლაღამდე კი არის. მოვიფიქრებთ ოჯახი ერთი სიტყვით და შეგატყობინებთ. ის 10 ამანათი მოვილიათ, ეხლა შემდეგი 10 ამანათი, ანუ დღეს იქნება 20. სანამ ამას გავხსნი, შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიდეოების მხარდამჭერია ამანათების გადამზიდი კომპანია Georgian Time. ზუსტად ისინი მეხმარებიან ამანათები ჩამოვიტანა პოლონეთიდან და შემდეგ ეს ვიდეოები გადავიღო. ან მათი მხარდაჭერის გარშე ეს რაღაცა არ გამოვიდოდა. ძალიან სწრაფები არიან. არც ერთი ამანათი არ დაზიანებულა და სუპერ სერვისი აქვთ ერთი სიტყვით. ახლა გადავიდეთ ამანათებზე. აი ესეთი მძიმეა, ძალი ხელით ამას ვერ გავწევ. საკმაოდ მძიმეა. ესო დავანახო შევა მაგიდა დაიშალოს და ვნახოთ პირდაპირ ახლა აი ამ მძიმე ამანათში გადავს. საშინელებები ამოდის ხომ ეს მძიმე ამანათში, კაი აღაზოს არაფერი არ გამოსულა. რაღაც საშინელებები, რომელსაც ვერც ვყიდი, ვერც მე ვიყენებ და სახში დევს. რა ჯანდაბა შეიძლება იდოს ამაში. ბრუნიჟილეტია. ესეთი რაღაცა წინაზე ამომივიდა და ჩემ მეგობარს ვაჩუქე. ნოდო ეს უკვე გაქვს ასე რომ ამას აღარ გაჩუქებ. ეს გაიყიდება სავარაუდოდ. ეს არის წონა, დასამაგრებელი წონა ტანზე, რომ ამით მე ირბინო. განახებთ. იმედია მაგიდას არ დავამტოვებ. ესეთი რაღაცა არის. ეს უნდა დაიკიდოთ და ამით უნდა ირბინოთ. ანუ ჟილეტია, ეს უნდა ჩაიცვათ, აისხათ და ამით უნდა ირბინოთ. მაგრამ იმას წინაზე არ მოყვებოდა ეს რაღაცა, ეს არის სავარაუდოდ ჯიბე. ხო, რაღაც ჯიბე არის. თავის ჯიბე მოყვება, რაღაცები ჩადოთ შიგნით. ძალიან კაი რამეა. ეს ეგრევე წავიდა გასაყიდებში. თან ფერიც კაია. წინაზე გამომივიდა, ცოტა სხვანაირი ფერი იყო. რამდენი კილოა, ხომ უნდა იცოდეთ. მოიცა, ნახოთ.
5.5 კილოგრამია ერთი სიტყვით. შეგახსენებთ იმ ამანათებს, რომელსაც არ ვიტოვებ, დებ გასაყიდად საიტზე, ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი.g. ამ საიტზევე შეგიძლიათ გააფორმოთ შეკვეთა, შემდეგ ოპერატორი გიკავშირდება და თანხმდებით დეტალებზე. აქვს ორი კატეგორია: ჩვეულებრივი ნივთების, ფაზაკლებული ნივთების. შეგიძლიათ იქაც შეუკვეთოთ, შეგიძლიათ აქაც შეუკვეთოთ. შემდეგი ამანათი რაღაც რბილი დევს, სავარაუდოდ ჩანთაა, ჩანთას გავს, ძალიან ნელა გავხსნი, რომ არ გავხიო. წინა ამანათებზე ისე უდიერად გავხსენი, რომ სულ გავგლიჯე რაღაცეები. მე მგონი მანქანის სალონი ხატია და მანქანის რაღაც უნდა იყოს. ნახოთ. მანქანის სიდენიაზე გადასაკრავი რაღაცა არის, არ ვიცი, რა. აი ესეთი რაღაცაა ერთი სიტყვით, მანქანაზე, უკანა სიდენიებზე, უკანა დასაჯდომ ადგილებზე, ქართულად რო ვთქვათ, მაგრდება. მატერიალიც ძალიან კაია. ნუ არ ვიცი ეს ჩემთან რამდენად დაიტება, მაგრამ სავარაუდოდ ესეც ჩემს საიტზე დაიდება გასაყიდად. შემდეგი, ესეც საკმაოდ მძიმე ამანათია. ჩვეულებრივ ყუთში დევს. აი გადასკოჩილია. რაღაც თაბაშირია მე მგონი. მაღმაღილო? საფლავის ქვა მოვიდა? აი ესეთი რაღაცაა, მარმაღილოს გავს და სავარაუდოდ მარმაღილოა და ძალიან მძიმეა. აქ დასადებები აქვს, ანუ ამ ხრიდან უნდა დაიდოს ესე იგი, ესე უნდა დაიდოს. და ნუ არ ვიცი, სამზარეულოსია, ძალიან ლამაზია, არ ვიცი ხა ესეთ განათებებში როგორ ჩანს. მე მგონი ცხელის დასადებია, თუ ავსვდები, ესე გამოიყურება ხოლმე ცხელის დასადებები. ნუ ეს სავარაუდოდ გაიყიდება. ჩემს საიტზე. ძალიან კაი რაღაცა იყო, ცოტა შორის და მომწონს. ძალიან კაი რაღაცები ამოვიდა. კაია, ნუ ის რა გაფუჭებულიყო ეს განათება, ძალიან მეწყიდა განათების გაფუჭება. შემდეგი, აი ამაში თავს დავდებ, რომ ჩანთა იდება. აი ამაში უეჭველი ჩანთა უნდა იყოს. 100%. ხო თქვი. მეაზე სამამივიდა ჩანთა და ის იყიდეს, მაგრამ ეს უფრო კაი ჩანთაა. ეთყობა. აი ესე გამოიყურება, მოდი გავხსნათ. ძალიან ბევრი ჯიბი აქვს შეგინით. ბრენდი არ ვიცი რა არის, სერტიფიკატი მოყვება რაღაც. ესეც წინა ჩანთებს გავსად, რაღაცასთან გაიყიდება. წინაზე რაღაცასთან გავყიდე, როგორც მახსოვს. ჩემს საიტზე დაიდება ერთი სიტყვით, კომბო ვერსიად სავარაუდოდ. სამოგზაურო ჩანთა არის, როგორც ჩანს რა. შემდეგი და მე მგონი ესეც ჩანთაა. და ნახოთ აბა რომელი აჯობებს ეს თუ ის. ეს უკვე ქალის ჩანთაა? ამხელა. ეს ქალის ჩანთას გავს, ნახეთ. გავხსნი ახლა უმტკივნეულოდ, მაგრამ მე მგონი ეს უმტკივნეულოდ არ გაიხსნება რაღაც სხვანაირად არის. ვიმე რა ხელა არის. ლავ რაღაცაა წერია. აი ესე დიდი ქალის ჩანთა. ახთ რამ ხელა აქვს, ხო? ესეც სამოგზაურო ჩანთას გავს, მე თუ მკითხავთ, ნუ არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა სამხელა ისეაც უკეთია. Love Vox ესე ქვია. იმ ხელაა ჩავაგდები. შეიძლება ისიც მოყვება დასაკიდებელი. ეს არ ვიცი რა არის, რა მოყვება. ესეთია. ესეც სავარაუდოდ გაიყიდება. ფოტოშოპის ძალიან კაი ხარისხის ჩანთა იყო, ეგ ხა შემდეგი, ესეთი უცნაური ამანათი. ვაფშე ვერ ხვდები, მე მგონი დანა უნდა იყოს. რაღაც დანებს გავს, ნახოთ აბა. გავხსნათ. ოპა, ხა დანაზე კიდე დავიბლოკებით? რა უცნაური დანა. დანას გავს, მაგრამ დანა არ არის. აქეთ დანაა, აქეთ ხახნია, ესეთი მომგვალებულია რაღაცნაირი. რაღაც პროფესიულია სავარაუდოდ. რაღაცაში იყენებენ ამას. სწორი კი არა, ესეთი ზებირი აქვს, ნახე? ნუ ხო ჩანს ვიდეოში. თავისი ძალიან მაგარი ჩასადებით, მაგრამ რისია არ ვიცი. თან კაი მძიმეა, კაი ხისტარი აქვს. ამას გამოვაჩენ ვიდეოში, მე მგონი არ დამბლოკავენ. რავი, ძალიან კაია. ესეც სავარაუდოდ გასაყიდად გაიმგზავრება. შემდეგი, დამსუბუქი, უმსუბუქესი ყუთი. ნახოთ რა შეიძლება იყოს და რა უნდა იყოს შიგნით. რაღაცა ბუშტების ამომშვები არის. ბუშტებს რო უშვებს. ერთი ეგეთი გასაყიდად ისეც მიდევს და მეორე დაემა. ხო, ეგ არის. ერთი სიტყვით, ამაში ასხავთ წყალს. ეს ამ ხელ ელემენტები ედება. აქ შეხედე ამ ხელა. ელემენტები არა. ისედება რა ქვია. ამაში უნდა ჩაასხა კაფეინის წყალი სავარაუდოდ. მაგრამ ელემენტების რაღაც ხო უნდა ქონდეს, თუ ელემენტები გვერდზე ედება. ხო, ელემენტი ედება 6 ცალი. უიმე. და მე დააჭერ ამას და ზემოთ უშვებს ესე ბუშტებს. ნუ სადღესასწაულო არის. ერთი ესეთი მაქვს პანდა, ეგეც გასაყიდად არის. ამასაც დავამატებ. სავარაუდოდ შეიძლება ორივე ერთად გავყიდო, არ ვიცი. იმიტომ ის აიყიდება რა მინაყიდოს. რაღაცა სტიკერები მოყვება. და ინსტრუქცია, ინსტრუქცია რავი, ძალიან მარტივი ინსტრუქცია აქვს ამას. ყველა მიხვდება რა არის. დადაბადების დღეო და სადღესასწაულოა. ეს სტიკერებიც სადმე ჩავაკვეთოთ. შემდეგი, ნახოთ აბა შემდეგი. სიმძიმე ისეა გადანაწილებული, აქეთკენ უფრო მძიმეა ვიდრე აქეთკენ. კუთი გახეული, გაუბედურებული. რა ვიცი, რა შეიძლება ხა ამაში იდოს, არ ვიცი. რაღაც ისეთი, რომელიც აღაზოს არ გაიყიდება ალბათ. რაღაც საჭრელი არის? თუ
ხო გაჯანდა მე მივხვდი რაც არის ეს ასუფთავებს კაბელებს ესე იგი აქ კაბელები დიდი კაბელებზეა საუბარი კაბელები უნდა ჩადოთ აქ ჭრის იმ პლასტმას ზემოდან რაც აქვს იმას ჭრის და მე აქედან გამოდის აქ ზომები აქვს ნახეთ ანუ ესე უნდა ატრიალო ოღონდ ეს კარგად არ მაქვს ხომ მოჭერილი და კარგად ხომ მოუჭერ და კარგად ხო დაამთხო იმ რაღაცებს ესე ატრიალებ ეს ტრიალებს და კაბელებს ჭრის დანადგარია ჩვეულებრივი. ძალიან სპეციფიური ნივთია, ეს რა თქმა უნდა გაიყიდება, მე არაფერში არ მჭირდება. ჩვეულებრივად მუშაობ მდგომარეობაში როგორც მივხვდი, მე კიდე კარგად გავტესტავ. არ მეგონა ესეთი რაღაც ფორმა მივიდოდა, საკმაოდ მძიმეა. მაგრამ ხო ერთ ვიტყვიო, ეტყობაო გამოყენებულია. მე დააბრუნეს, მაგრამ არ ვიცი რის გამო დააბრუნეს, შეიძლება არ მოეწონათ, შეიძლება რაღაცა მოხდა, მაგრამ ნუ მე მაინც ჩემ საიტზე დავდებ გასაყიდად, მე ვნახავ რა ღირს, რა საკეთებს, როგორ აკეთებს უფრო კარგად და ერთი სიტყვით საიტზე ელოდეთ ამას. დაკარგული ამანათები წერტილი G. ბოლოს წინა ამანათი, ნახოთ რა ადევს, ძალიან მსუბუქი იყო. ძალიან რა შეიძლება იდოს რაღაც ორგანაიზერი არის და ვნახოთ ახლა ისი ორგანაიზერი არის კამრების და ხალხტუხების ორგანაიზერი აწერია აქ ელემენტი ედება მაგრამ ესეთი ელემენტი და ამ ხელა ელემენტი მე აღსად არ მინახავს საერთოდ სადმე როგორ უნდა იშოვო ამ ხელა ელემენტი არც აწერია რა ელემენტი იდება რაღაც თავისი ელემენტი უნდა ალბათ რავი გაჯანდაბაა ამ ხელა ელემენტი გინახავთ ხალხო ამ ხელა ელემენტი მე აღსად არ მინახავს საქართველოში ყოველ შემთხვევაში რაღაცა ლითიუმის ელემენტი იდება ალბათ რავი მოყოლით არ მოყოლია ეს ელემენტი ხალხტუხები და კამრები უნდა ჩამოკიდო მე ჩართო და ესე ატრიალო ეს ტრიალებს აქეთ იქით ამაზე უაზრო გამოგონება მე ჯერ არ მინახავს ამერიკელები რას არ მოიგონებენ აი რა ვიცი რა და დღეისათვის ბოლო ამანათი ვნახოთ ბოლო ამანათში რა იქნება კაი ხასიათით დავტოვებთ თუ არა ვიდეოს ნახოთ აი ესე გამოიყურება სამეცნიერო კიტი არის და თან დეინჯერო აწერია იქ რაღაც სასაჩუქრე ნაკრები არის სამეცნიერო ნახოთ ეხა იმედია დედა არ გვეტირება ოპა დედა რა ხელა რეული მოყვა ნახეთ ხალხო ძალიან საინტერესოა ეს ის არის რაღაც ხსნარებს და რაღაცებს ამზადებენ ხოლმე ის კიტია ნახეთ ორი ცალი მოყვა თან ერთი გერმანულ ენაზეა მეორე ინგლისურ ენაზე არის მოყვა რაღაცა ფხვნილები მოყვა რაღაცეები კიდე არ ვიცი მოყვა კოლბები რაღაცა ფხვნილები რაღაცა ჟელეები უამრავი რაღაცა მოყვა ძალიან ბევრი რაღაც მოყვა ფორმები პატარა ძაბრი კოლბები ხელთათმანები სათვალე დასადგამი ამ კოლბების კიდე რაღაცეები შეფუთული და აწერია ყველას რა არის სენდ ესა ქვიშა აწერია ეს არის ქვიშა ალიუმის ლაქტატი და რაღაცეები და შიგნით და ამითი უნდა გააკეთოთ დები უნდა ჩაატაროთ ამითი აქ რაღაცა ჟელიბონივით რაღაცეები ყრია სოდიუმის ასტიტი კრისტალიზებული კოლბები რა კაი რაღაცეებია ეხა ცოტა იმასაკში აღარა ვარ ქლოზესპინი რამდენი გამედებს რაღაცა ტაბლეტები კოლორაგენტები pH test paper-ი ალუმინის რაღაცაო ძალიან მაგარი ანუ ქიმია ვისაც უყვარს საუკეთესო საჩუქარია იმისთვის საუკეთესო განახებთ ნახეთ რამხელა წიგნია და ყველაფერი წერია რა როგორ უნდა გააკეთო ანუ ცდებს აკეთებ ამითი 50 გვერდიანია რა როგორ უნდა გააკეთო აბსოლუტურად ყველაფერი წერია აბსოლუტურად ანუ მჟავა რას უშვება მე ამ ჟელიბონისნაირი რაღაცეებს და ძალიან მაგარი რაღაცეებია რა უნდა ხერა ანუ ვინც ინგლისური კარგად იცის და ვინც ქიმიაში კარგად არის იდეალური სასაჩუქრე ბოქსია მისთვის იდეალური ან გერმანული ან ინგლისური ვინც იცის იმისთვის არის იდეალური საჩუქარი იდეალური ძალიან მომეწონა ეხა ეს მე ძალიან 100 პლუს cool ექსპერიმენტი ანუ 100-ზე მეტი ექსპერიმენტი შეგიძლიათ ჩაატაროთ იმ მატერიალებიდან რაც აქ არის რა ანუ ძალიან კაი გამია ვისაც ქიმია უყვარს და ვისაც ესეთი ჩხიკედელობა უყვარს მისთვის არის იდეალური საჩუქარი და 8 პლუსიო აწერია მეტი კი არის სულ ეს იყო მეგობრებო ნივთები რომლებსაც არ ვიტოვებ ისინი დაიდება ჩემს საიტზე და კაგული ამანათები წერტილი G შეკვეთის გაკეთება შეგიძლიათ საიტზევე მე ოპერატორი დაიკავშირდებათ შეთანხმდებით მიწოდების დროზე და სულ ეს არის სულ ეს იყო წარმატებები ყველას